მოდი ჩემო ვარსკვლავ ვნახოთ როგორი მნიშვნელოვანი მოვლენებია მოსალოდნელი. მოგესალმებით ყველას, მე გახლავართ სალომეა, ტაროლოგი, პრაქტიკოსი. მოდით ვნახოთ როგორი მნიშვნელოვანი მოვლენებია მოსალოდნელი. ამას შეხედეთ გოგოებო, ესე იგი ვიტყოდი, თქვენ გაქვთ გარკვეული შინაგანი დაძაბულობა, დაგიგროვდათ. შინაგანი დაძაბულობა არის დაგროვებული ადამიანს შემიჩვენებს და ადამიანი ამოდის დიდხანს იკავებს თავს, არ არის აუცილებლად მამაკაცი იყოს, მაგრამ ამოდის მამაკაციც. იკავებს თავს ეს ადამიანი. რაღაცა უნდა თქვას, თქვენ ამას გრძნობთ, ხედავთ, დიდხანს იკავებს ამ სიტყვებს. მალე იქნება მასთან საუბარი, ეს არის პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა. ქმედება ამ ადამიანის მხრიდან, რომელიც ძალიან არ მოგეწონებათ, მინდა გითხრათ. დავამატოთ. იქნება დაძაბულობა, კონფლიქტი ამ პიროვნებასთან, საშინელი კონფლიქტური ენერგიები. წამოვა ესე იგი ეს ადამიანი თქვენზე და თქვენ მას აჩვენებთ მიმართულებას, სეირს. ესე იგი თქვენ მას დაელაპარაკებით, ძალიან ბევრი რამე გაირკვევა. კი, ცოტა დაძაბულობა ჩანს, ფსიქოლოგიურად ეს ადამიანი თქვენზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს. ემოციებში ზედმეტად არ გადახვალთ, მაგრამ მას თქვენ აჩვენებთ მის ადგილს თქვენს ცხოვრებაში. ან ვიღაცა არის, ვინც როგორც მეგობარი მოდის ისე, ან ეს ადამიანი აბსოლუტურად არ არის შენი მეგობარი, ან ეს ადამიანი თამაშობდა შენთან როლებს, შეიძლება შენთან ერთად სადღაც მუშაობს, ან მეზობელია. ერთი სიტყვით ვიღაცა თავის რეალურ დამოკიდებულებას გაჩვენებს და თავის რეალურ სახეს. ეს არის პირველი მოვლენა. ხვალ-ზეგ, მაზეგ, უახლოეს 2 კვირის განმავლობაში. ვიღაცასთან ხვალ-ზეგაც. ძალიან დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. გოგოებო, ვინმე ხართ სილამაზის სალონებში, კიდევ სადღაც ერთი სიტყვით ტრანსფორმაციაში შეგეხართ, ძალიან დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. ფსიქოლოგიურადაც ძალიან იცვლებით. თქვენ არავის აღარ ენდობით საერთოდ. მაგრამ ამბობთ, რომ მე აღარ ვინერიულებ საერთოდ და სხვისი აზრები აღარც მაინტერესებს, აღარც მაღელვებს. განცდები გაქვთ ისეთი თითქოს რაღაცა არ არის ნათელი, ანუ რაღაცა თითქოს ვიღაცა თქვენგან მალავს რაღაცას და აი ეს გაირკვევა აუცილებლად. ვიღაცა ვინც მოდის თქვენთან ასევე ფსიქოლოგიური რჩევებით გაითვალისწინეთ მეგობრება, რომ ეს ადამიანი კარგად განწყობილი არ არის, უბრალოდ თქვენი რეალური სიტუაციები აინტერესებს და თითქოს თავის გულს იფხანს იმაზე, რომ არც ჩემი ყოფილა კარგი, არც მისიო, ხვდებით ცხოვრება ან რაღაც მაგდაგვარი. ანუ თქვენ ადამიანი გაირკვევა კიდევ ის, ვინც თქვენს წინააღმდეგ მოდიოდა, სხვათა შორის, ან ვინც ერეოდა თქვენს ურთიერთობაში, ფინანსებში, ურთიერთობაში, უფრო ურთიერთობის ასპექტში ეს ადამიანი იძირება თავის ნეგატივში, თავის სიტყვებში, თავის პროგრამებში, ნეგატიურ პროგრამებში ვიღაცებთან წყევლაში საერთოდ იძირება ადამიანი. ანუ რა გამოდის, რომ მას უბრუნდება ბუმერანგი, ამ ბუმერანგის მიხედვით თქვენ მიხვდებით ვინ რას თქვენზე რას საუბრობდა თქვენს ზურგს უკან. ასე რომ ჩემი ძვირფასებო, აქ ვიღაცასთან პაუზას დაიჭერთ, საერთოდ პაუზას დაიჭერთ.
ვიღაცასთან შეწყვიტავთ საუბარს, კონტაქტს, ურთიერთობას. ეს შეიძლება იყოს მეგობარი, რომელთანაც დიდი ხანია მეგობრობ, ან ვიღაცას რაღაცა ასესხე მიეცი, რაღაცა ფინანსებზე არის საუბარი, კიდევ ვიცით, სურვილებზე, ფინანსებზე, სადაც ვერ გაუგეთ ადამიანს, ვერ გაგიგოთ ან რაღაცნაირად აღარ ენდობით მას. რა კარგი სიხარული მოდის თქვენს ცხოვრებაში. არკანი ხე, სიხარული შემოდის თქვენს ცხოვრებაში ძვირფასებო და თაიგული. ძალიან კარგი არკანია ორივე, ძალიან კარგი ცვლილებებია მოსალოდნელი, სასიხარულო ცვლილებებია მოსალოდნელი აპრილის თვეში, მაისის თვეში, სხვათა შორის ბევრთან. აქ შეიძლება იყოს ქორწინება, შეიძლება იყოს თანხის დიდი ოდენობა. ნახეთ, ანუ აღმართულ კედელთან თქვენ აი ამ თასთან პოულობთ თქვენს გასახებს, თქვენს კლიტეს გასახებს პოულობთ, ყვებით გახსნით რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი გაირკვევა თქვენთვის, რაღაცას გაარკვევთ, რაღაცას გადალახავთ, რაღაცას იყიდით, შეიძენთ, გადაიხდით, დაფარავთ. ერთი სიტყვით ორივე ძალიან კარგი არკანია, მოვიდა ერთიც ამოვიღოთ. ხო და არკანი გულიც ძვირფასებო, აქ სასიყვარულო ურთიერთობებში რაღაცა გაირკვევა, მეგობრებო, გაირკვევა იმ დონემდე, რომ იტყვით, რომ აი მე ვიცოდი მართალი ვიყავი, რაღაცა ასეთი, ან თქვენს მეგობრებს ექნება ეს რაღაცა საუბარი თავის პარტნიორებთან შესაძლოა მოგიყვეს ვიღაცამ რაღაცა პარტნიორულ ურთიერთობასთან დაკავშირებით და შენ იტყვი რომ მე ეს ყველაფერი უკვე წინასწარ ვიცოდი. ცუდი არა, ვერ ვიტყვი რომ ცუდი, ნეგატიური, უბრალოდ ისეთი ინფორმაცია მოდის. ეს შეიძლება იყოს ვიფასებო მესამე პირებთან დაშორებაზე, შეიძლება იყოს საუბარი ვიღაცის დაბრუნებაზე, შეიძლება იყოს საუბარი ვიღაცა საიდანღაც შეიძლება ბრუნდებოდეს. მაგალითად ოჯახშიც გოგოსთან ვინც წასულია, სადაც არ გამოვიდა ის, რაზეც ფიქრობდნენ რომ გამოვიდოდა. რაღაცა მაგდაგვარიც. აბა ბედნიერად მეგობრებო.